უკვე წლებია, რაც უკრაინას უწევს გაუმკლავდეს მუდმივ რუსულ დაბომბვებს, როდესაც მტრის დრონები და რაკეტები თავს ესხმიან მის ქალაქებს, დასახლებებსა და ინფრასტრუქტურას. ზოგიერთ ამ რაკეტას შეუძლია წამებში გაანადგუროს მთელი შენობები, მოკლას ათეულობით ადამიანი და კიდევ უფრო მეტი დაჭას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს რაც შეიძლება მეტი მათგანის ჩამოგდება და განადგურება. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა არსებობს. მიუხედავად დასავლელი მოკავშირეების დახმარებისა, უკრაინას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის გადამჭერი რაკეტები აქვს. საბედნიეროდ კიევის ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი საოცარი გამჭრიახობა და უნარი, ადაპტირდნენ და ინოვაციები შეიტანონ ზეწიტანონ ზეწოლის ქვეშ. გამოიგონეს მართლაც გენიალური გზა რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად, ისე რომ საკუთარი მხრიდან არც ერთი გასროლა არ გაუკეთებიათ. წარმოგიდგენთ ლემას. შიდა წარმოების ელექტრონული ბრძოლის, ანუ EW სისტემა, რომელსაც შეუძლია თუნდაც რუსეთის ყველაზე ძლიერი დრონებისა და რაკეტების მუშაობის დარღვევა და მათი უიმედოდ კურსიდან გადახვევა, სიდან გადახვევა. ამიტომ სამიზნეებზე დარტყმის ნაცვლად ისინი ხშირად ცარიელ მინდვრებში ეშვებიან. ეს ძირითადად ხდება ძლიერი ჩახშობის ველების შექმნით, რომლებიც ფაქტობრივად არღვევს რაკეტის სატელიტურ სანავიგაციო სისტემებს. თუ რაკეტებს ნავიგაცია არ აქვთ, ისინი ბევრად ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიონ და სამიზნეებს ჩვეულებრივი მაღალი სიზუსტით დაარტყან. ისინი მაინც აგრძელებენ ფრენას და იყენებენ ინერციულ სანავიგაციო სისტემებს დახმარებისთვის, რებისთვის, მაგრამ მათი სიზუსტე მნიშვნელოვნად მცირდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისინი შეიძლება სამიზნიდან დაახლოებით 2 კილომეტრამდე, ან 1,2 მილის მანძილზე გადაუხვიან, ყოველ 100 კილომეტრზე ან 62 მილზე მოგზაურობისას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რისი გაკეთებაც ამ სისტემას შეუძლია. სინამდვილეში ლემა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი მას ყველაზე ტექნიკურად შთამბეჭდავ ელექტრონულ საბრძოლო სისტემებს შორის ასახელებს. ის შეიქმნა კომპანიამ სახელად კასკადე სისტემები, რომელიც თავდაპირველად უბრალოდ კიდევ ერთი უკრაინული თავდაცვის სექტორის სტარტაპი იყო. მაგრამ დღეს ის ამ ომის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა და ქვეყანას მის სულ უფრო რთულ საჰაერო თავდაცვის ქსელში ფასდაუდებელ და შეუცვლელ კომპონენტს აწვდის. კასკადე სისტემების წარმომადგენელი, რომელიც ასევე მსახურობს როგორც მეთაური ღამის გუშაკში, უკრაინის ერთ-ერთ წამყვან ელექტრონული ბრძოლის დანაყოფში და მეტსახელად ალქიმიკოსი ცნობილია. ბოლო დროს მან ინტერვიუ მისცა გამოცემა პოლიტიკოს, რათა გაეზიარებინა ახალი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა და რატო აღმოჩნდა ის ასეთი ეფექტური. როცა ლემა ჩართულია, რაკეტების გადახრა კიდევ უფრო იზრდება. ნავიგაციის უბრალოდ ჩახშობის გარდა ვიყენებთ სპუფინგს და კოორდინატების რამდენიმე კილომეტრით შეცვლას. ჩვენ შეგვიძლია ისე მოვახდინოთ, რომ მათი რაკეტები სამიზნეების ნაცვლად მინდვრებში ჩამოვარდეს. აი უფრო დეტალური ახსნა, როგორ მუშაობს ეს რეალურად. ლემა მხოლოდ სატელიტურ სიგნალებს არ ბლოკავს, რომ რაკეტებმა და დრონებმა არ იცოდნენ სად მიდიან. ის რეალურად შეუძლია გააგზავნოს კალბი ან ფალსიფიცირებული სიგნალები, რაც მტრის იარაღებს პირდაპირ ცრუ ინფორმაციას აწვდის. ლემას შემქმნელების თქმით, მათ წარმატებით შეძლეს რუსული შეტევების გადახვევა. მტრის რაკეტებს ეგონათ, რომ პერუში იყვნენ. რაკეტების მართვის სისტემებში ჩაშენებული სრულიად დამაბნეველი კოორდინატებით, ისინი სრულიად ასწდებიან კურსს და სამიზნის მოხვედრის შანსი თითქმის ნულოვანია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული რესურსებია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საკმარისი რაოდენობის რაკეტები აქვს შეტევების ზეწოლის შესანარჩუნებლად, მას არ მოსწონს, როდესაც ასეთი ტიპის საბრძოლო მასალა ფუჭადი ხარ. მაგალითად, კინჯალის ჰიპერბგერადი რაკეტა ერთ ცალზე დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ხის. ეს უზარმაზარი თანხაა, რომელიც უბრალოდ ცარიელ ველზე შეიძლება დაიხარჯოს. კოლჯერზე, როცა ლემა ასეთ ძვირადღირებულ საბრძოლო მასალას ჩამოაგდებს, ეს მტრისთვის სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს ნიშნავს. და სისტემის გამორჩეული შესაძლებლობები ამით არ სრულდება. გამოცემა პოლიტიკოსთვის მიცემული ინტერვიუს დროს ალქემისტმა ასევე გაამხილა, რომ ლემას შეუძლია შექმნას უხილავი, მაგრამ წარმოუდგენლად ეფექტური მკვდარი ზონები ისეთ მნიშვნელოვან ადგილებში, როგორიცაა ქალაქები და დასახლებები. თუ მტრის დრონები ან რაკეტები ამ ზონებში შევლენ, ისინი მაშინვე კარგავენ მართვის სიგნალებს და ვეღარ ხვდებიან სად მიდიან ან როგორ მიაღწიონ მიზანს. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს რამდენიმე ლემას სისტემის გამოყენებას, რადგან თითოეულს შეზღუდული მოქმედების არეალი აქვს. მაგრამ სისტემის შესაძლებლობების გაერთიანებით და მათ სწორ ადგილებში განთავსებით, უკრაინის ძალებს მარტივად შეუძლიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილების დაცვა. როგორც ალქიმიკოსი განმარტავს, როდესაც ჩვენ ვქმნით საკმარისად ფართო ზონას, რომელიც ლემას ადგურებით არის დაცული, რაკეტა ვერც კი მოხვდება ქალაქს. ჩვენ მას ღია ველზე გავუშვებთ. ამ ტექნოლოგიის სასარგებლო შედეგები მართლაც არაჩვეულებრივია. თქვათ მაგალითად, უკრაინას სურს დაიცვას კონკრეტული ქალაქი, ინფრასტრუქტურის ობიექტი, როგორიცაა ქვესადგური ან წყლის გამწმენდის სადგური, ან სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმებისგან. წარსულში ერთადერთი ვარიანტი, რაც მას იქნებოდა ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის ბატარეების განთავსება ამ ტერიტორიაზე და იმედი, რომ ისინი საკმარისი იქნებოდა შემოსული საფრთხეების მოსაგერიებლად. მაშინაც კი ყოველთვის იქნებოდა შეშფოთება, რომ ბატარეებს გაუთავდებოდათ ჩამონგდები რაკეტები, ან რომ დიდი რაოდენობის დრონებისა და რაკეტების ერთდროული შეტევა გადატვირთავდა სისტემებს, რის შედეგადაც ზოგიერთი მათგანი გაივლიდა და დიდ ზიანს მიაყენებდა.
გარდა ამისა, მუდმივად ადგილზე უნდა ყოფილიყო ოპერატორების მთელი ჯგუფები, რომლებიც რადარის ეკრანებს დააკვირდებოდნენ და მტრის თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარებოდნენ. თუმცა ლემას მკვდარი ზონების შემთხვევაში უკრაინის სამხედროებს მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ ეს სისტემები სწორ ადგილებში განათავსონ, მოდუნდნენ და უყურონ, როგორ ანეიტრალებს ელექტრონული ომის ტექნოლოგია ყველა საჰაერო საფრთხეს, რომელიც ძალიან ახლოს მიოსმივა. ეს მარტივია, ავტონომიური და განსაკუთრებულად ეფექტური, თანაც მუდმივად უმჯობესდება. მაგალითად, წარსულში ლემა ძალიან ეფექტური იყო რუსეთის უმეტეს დრონებისა და ზოგიერთი რაკეტის წინააღმდეგ, მაგრამ უჭირდა მტრის არსენალში არსებული უფრო მძიმე საბრძოლო მასალების, მაგალითად, პლანირებადი ბომბების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ბომბები, რომლებიც ძირითადად ჩვეულებრივი ბომბებია, სპეციალური ფრთებით, რათა გაშვების შემდეგ უფრო შორს იფრინონ, ყოველთვის რთული იყო შესაჩერებლად, რადგან რუსეთი მათ თითქმის მხოლოდ წინა ხაზზე იყენებს. წინა ხაზები მუდმივად იცვლება და ტერიტორიული კონტროლი ხშირად გადადის ერთი მხრიდან მეორეზე. ამიტომ უკრაინისთვის თითქმის შეუძლებელი იყო ლემას სისტემების სწორ ადგილებში განთავსება, რათა პლანირებადი ბომბების მკვდარი ზონები შეექმნა. ყოველთვის არსებობდა რისკი, რომ რუსული ძალები წინ წაიწევდნენ, შეამჩნევდნენ სისტემებს და გაანადგურებდნენ მათ. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ რუსეთმა ასევე შეიმუშავა ჩახშობის საწინააღმდეგო ანტენები, რომლებიც პლანირებად ბომბებზე დაამაგრა, რაც მათ საშუალებას აძლევდა გაევლოთ უმეტესობა ელექტრონული ბრძოლის სისტემების გვერდისავლით, ისე რომ არ შეფერხებულიყვნენ ან არაეცდინათ სამიზნე. საბედნიეროდ ლემას შემქმნელებმა არ დანებდნენ. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ დღე და ღამე, რათა გაეუმჯობესებინათ თავიანთი ტექნოლოგია და ეპოვათ გზები, რომ ის უფრო ძლიერი, ეფექტური და შედეგიანი გაეხადათ. დრო დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მათ შეძლეს გაეგოთ, როგორ დაეძლიათ რუსების ანტიჯამერები. მალე ამის შემდეგ ლემა გლაიდ ბომბების გადამისამართებას შეუდგა, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირა მათი სიზუსტე და ის თანმიმდევრულობა, რომლითაც ისინი მიზნებს ხვდებოდნენ. როგორც მაქსიმ სკოროცკი, უკრაინის სახმელეთო ძალების ელექტრონული ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ იარაღების შესაძლებლობების განულებას ბევრი არ სჭირდება. სკოროცკის თქმით, გლაიდ ბომბიც კი თუ მიზანს დაახლოებით 20 მეტრით ასწდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ მიზანი გადარჩება. კიდევ ერთხელ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ როცა რუსეთი ძირითადად დრონებსა და რაკეტებს იყენებს უკრაინის შიდა ტერიტორიებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ათეულობით მილითაა დაშორებული, მან განახორციელა უთვალავი დაბომბა ფრონტის ხაზის გასწვრივ, ისეთ ადგილებში, როგორიცაა გამაგრებული დასახლებები, სადაო სოფლები და მომარაგების მარშრუტები, რომლებიც კიევის ბრიგადებს ამარაგებს. ეს ბომბები შედარებით იაფია, ზუსტი და მარტივი გამოსაყენებელია. რუსეთს შეუძლია ეს ბომბები გაუშვას საკუთარი რეგიონის ან ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმიდან, როგორც წესი მაღალი სიჩქარის გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით, რომელთა შეჩერება ან ხელის შეშლა იქიდან ბომბები სრიალებენ სამიზნეებისკენ, ანტენების გამოყენებით არიდებენ თავს ტრადიციულ ელექტრონული ბრძოლის ტექნოლოგიებს და რჩებიან კურსზე თავიანთი სამიზნეებისკენ. მათგან ბევრს საკმაოდ მძიმე საბრძოლო ქობინი აქვს, რომელიც ხშირად 500 კილოგრამს ან 1100 ფუნტს, ან კიდევ უფრო მეტს იწონის. ეს მათ საშუალებას აძლევს მიაკენონ უზარმაზარი ზიანი შეჯახებისას, გაანადგურონ ბუნკერები, გამაგრებული ნაგებობები, თხრილები და ჯარისკაცთა კონცენტრაციები. თუნდაც ოდნავ აცდმენ სამიზნეს, დარტყმის ტალღის ზემოქმედება მაინც საკმარისია, რომ სერიოზული ზიანი და ტრავმები მიაკენოს იქ მყოფებს. თუმცა ლემას წყალობით, უკრაინა ვერ ახერხებს სრულად გაანეიტრალოს გლაიდ ბომბების საფრთხე, მაგრამ შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს იგი. ეს თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს ნაკლები დანაკარგები ფრონტის ხაზზე, ასევე მნიშვნელოვნად გაართულოს რუსეთისთვის უკრაინის თავდაცვითი ხაზების გარღვევა და ტერიტორიული წინსვლა, რაც წარმატებისთვის სჭირდება. თუმცა ლემა სრულყოფილი არ არის. სანამ უარყოფით მხარეებზე და იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უმკლავდება უკრაინა მათ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლემას ტექნიკური შესაძლებლობები შთამბეჭდავია, ის არ არის პანაცეა უკრაინის საჰაერო თავდაცვის პრობლემებისთვის. არსებობს პრობლემები, როდესაც ძალიან დიდად ეკორდნობი ასეთ სისტემას. ამ პრობლემებიდან ყველაზე დიდი ის არის, რომ მაშინაც კი თუ მათ სიგნალები და მართვის სისტემები დაურღვევიათ, დაბლოკილი რუსული დრონები, რაკეტები და ბომბები მაინც სადღაც უნდა ჩამოვარდეს და შედეგად მაინც შეუძლია ზიანის მიყენება. რაკეტებმა შეიძლება ორიგინალური სამიზნე რამდენიმე მილით ააცილონ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვა შენობაში ჩავარდნენ, მაგალითად. დრონები შეიძლება ჰაერიდან ჩამოვარდნენ, მაგრამ დაეცნენ სახლებზე და მანქანებზე. და თუნდაც ბომბები, რომლებიც ფერმერების მინდვრებში ვარდება, მაინც საკმარის ძალას ქმნის, რომ ადგილობრივი ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანოს. აქ არის სწორედ ის ადგილი, სადაც ტრადიციულ საჰაერო თავდაცვას უპირატესობა აქვს. როდესაც შემომავალ დრონს ან რაკეტას ჩამჭრელ რაკეტას ესვრი, ის როგორც წესი ჰაერში ფეთქდება. ზოგი ნამსხვრევი მაინც შეიძლება შენობებზე ჩამოვარდეს, მაგრამ როგორც წესი ისინი იმდენად პატარაა, რომ იმდენ ზიანს ვერ აკენებს, როგორც მაშინ თუ მთელი რაკეტა დაეცემოდა. აი რატომ უნდა იპოვოს უკრაინამ სწორი ბალანსი, ისეთი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენებას შორის, როგორიცაა ლემა და იმ უფრო ტრადიციული საჰაერო თავდაცვის ბატარეების ეფექტურად გამოყენებას შორის, რომლებიც თავად შეიმუშავეს ან დასავლელმა მოკავშირეებმა გადასცეს. ის ზედმეტად ვერ დაეკრდნობა ვერც ერთ სისტემას, რადგან ორივეს აქვს თავისი ნაკლოვანებები და შეზღუდვები.
მაგალითად, ტრადიციულ თავდაცვით სისტემებს შეზღუდული აქვთ იმ რეალური სამიზნეების რაოდენობა, რომელთა წინააღმდეგაც შეუძლიათ მოქმედება ნებისმიერ მომენტში. ასევე შეზღუდულია ჩამჭრელი რაკეტების რაოდენობაც. მართალია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც უკრაინა ამ კონფლიქტის განმავლობაში წააწყდა, არის ის, რომ მას უწევს ყველაზე ძლიერი თავდაცვითი სისტემებისთვის, როგორიცაა პეტრიოტი, ჩამჭრელი რაკეტების შეზღუდული მარაგით დაკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ბოლო თაობის პეტრიოტ PS-3 რაკეტა ახლახან ყველაზე ეფექტურ ჩამჭრელ რაკეტად დაასახელა რუსეთის მაღალტექნოლოგიური რაკეტების წინააღმდეგ, ქვეყანას მაინც უწევს ამ ჩამჭრელი რაკეტების შედარებით მცირე მარაგით დაკმაყოფილება. ამიტომ მათ უბრალოდ მაშინ ვერ გაუშვებს, როცა მოუნდება. სამიზნეები ფრთხილად უნდა შეარჩიოს. გარდა ამისა, გადამჭერი რაკეტები ხშირად წარმოუდგენლად ძვირია. მაგალითად, ერთი PS-3 რაკეტა 4-დან 6 მილიონ დოლარამდე ღირს. ამიტომ ასეთი ძვირადღირებული რესურსის გამოყენებისას ლოგიკური ეკონომიკური ბალანსი უნდა იყოს დაცული. მაგალითად, უკრაინას არ სურს მრავალმილიონიანი რაკეტა ესროლოს 50,000 დოლარად ღირებულ დრონს. ამის ნაცვლად ლოგიკურად ურჩევნია შეინახოს გადამჭერი რაკეტები ყველაზე საშიში და ასევე ძვირადღირებული მტრის საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა კინჟალი ან ახალი ჰიპერსონიკული ორეშნიკი. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინას იმედი აქვს, რომ აღარ მოუწევს ასე ძლიერ დაეხტნოს აშეტეშოს თავდაცვით სისტემებს. მისი ერთ-ერთი წამყვანი თავდაცვითი კომპანია Firepoint უკვე აქტიურად მუშაობს სრულიად ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, სახელად FRIA, რომელიც როგორც ამბობენ, პატრიოტის იაფფასიანი ალტერნატივაა. Firepoint-ის თანამფლობელმა დენის სტილერმანმა განაცხადა, რომ სისტემა, რომელსაც უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და ნორვეგიის გუნდები ერთობლივად ავითარებენ, ამჟამად ტესტირების ფაზაშია და უნდა შეძლოს ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება. ასევე უნდა შეძლოს უკრაინის არსებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ქსელში ინტეგრაცია. ნატოს Link 16 პროტოკოლის შესაბამისად და სტილერმანი ამბობს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, პირველი სისტემები წლის ბოლომდე შეიძლება ამოქმედდეს. მაგრამ უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ იჯდეს და დაელოდოს ამ დროამდე. მას სჭირდება გზები რუსული რაკეტების წინააღმდეგ. აქ და ახლავე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მტერი აძლიერებს შორ მანძილზე დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე, მათ შორის კიევს. უკრაინის თავდაცვის ძალებს მოუწიათ ალტერნატიული და უფრო ეკონომიური მეთოდების მოძებნა, მტრის დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად. ლემამ ეს შესაძლებელი გახადა. ეს უკრაინას აძლევს საშუალებას, რომ თავისი ზოგიერთი გადამჭერი რაკეტა რეზერვში შეინახოს უფრო მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, ისე რომ ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა ზედმეტი რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ეს ასევე წარმოუდგენლად ხელმისაწვდომი სისტემაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას პატრიოტებთან და მსგავს თავდაცვით სისტემებთან შედარებით ბევრად დაბალი ფასი აქვს. კასკად სისტემების ინფორმაციით, ერთი ერთეულის წარმოება დაახლოებით 58,000 ევრო, ანუ 77,500 დოლარი ჯდება, თუმცა ფასი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ვერსიის მიხედვით. მთელი ქალაქის დასაცავად, კომპანიის შეფასებით საჭიროა დაახლოებით 30-დან 100-მდე ერთეული. თუნდაც ამ მასშტაბის მაქსიმალური რაოდენობა ავიღოთ, 100 ერთეული დაახლოებით 6,750,000, ანუ 6,750,000 დოლარად დაგვიჯდება, რაც 2 PS-3 რაკეტაზე ნაკლებია. და მაშინ, როცა რაკეტები ერთჯერად იარაღებია, ლემმა მუშაობას აგრძელებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ერთი სხივი კი სრულიად პასიურად ათეულობით ან ასეულობით საფრთხის განეიტრალებას ახერხებს. მართლა, აპრილის ბოლოს გავრცელებული ცნობებით, ლიმამ მხოლოდ 2026 წლის პირველ 3 თვეში წარმატებით გაანეიტრალა 26 კინჟალის რაკეტა და 10,000-ზე მეტი დრონი. მას შემდეგ, რაც პირველად ამოქმედა, გავრცელებული ინფორმაციით ლიმამ ჯამში 58 კინჟალის რაკეტა გაანეიტრალა, 1000-ობით სხვა ობიექტთან ერთად და ამაყობს განსაცვიფრებელი 98%-იანი წარმატების მაჩვენებლით, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქსელში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ფენად აქცევს. ამ ეტაპამდე მისასვლელად დიდი დრო და ბევრი მძიმე შრომა იყო საჭირო. დეველოპერებმა გამოცემა პოლიტიკოსთან თქვეს, რომ ლემას პირველი ვერსიები პირველად 2022 წელს შეჭრის პირველ წელს გამოჩნდა. ისინი უკრაინის ძალებს რუსული ფრთოსანი რაკეტების იერიშების მოგერიაში დაეხმანენ, მაგრამ მაშინ ისინი იმდენად ეფექტური არ იყვნენ, როგორც დღეს არიან. ტექნოლოგია უბრალოდ საკმარისად ძლიერი არ იყო, რომ გამკავებოდა რუსული საფრთხეების რაოდენობას და კრემლის ხელთ არსებულ ტექნოლოგიებს. უკრაინის მთავრობას ეჭვი ეპარებოდა, რომ სისტემა ოდესმე საკმარისად კარგი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, კასკად სისტემები არ დანებდნენ. მათ წლები იმუშავეს ლემაზე. ასევე საკუთარი სახსრებიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი ჩაადეს ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად და მისთვის იმ სახის მისაცემად, როგორცაც ყოველთვის ჯეროთ, როდესაც ჯეროდათ, რომ შეიძლებოდა გამხდარიყო. ეს გაამართლა. კომპანიამ ამ დროისთვის უკრაინის სამხედროებს 400-ზე მეტი ლემას სისტემა მიაწოდა, რომლებიც მათ 2024 წლის ივლისიდან გამოიყენეს. 2025 წლის ოქტომბერში უკრაინამ ლემების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად დაიწყო გამოყენება და მალევე ამის შემდეგ კასკადმა თავისი პირველი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. მისი სისტემები დღეს ბრძოლის ველზე და მთელ უკრაინაში რეალურ ცვლილებებს ქმნის, უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და მილიარდობით დოლარის ღირებულების რუსულ ტექნიკას უსარგებლოდ აქცევს. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ელექტრონული ომის სამყარო ყოველთვის ვითარდება. როცა ერთი მხარის ინჟინრები ახალ ჩამხშობს ან დამღევს ქმნიან, მეორე მხარის ინჟინრები იწყებენ მუშაობას მის გვერდის ავლის გზებზე და ასე შემდეგ. ეს უსასრულო ციკლია და სწორედ ამას ვხედავთ მთელი ომის განმავლობაში.
მაგალითად, როცა უკრაინამ პირველად ისწავლა ელექტრონული ომის გამოყენება მტრის დრონების მუშაობის ჩასაშლელად, რუსეთმა დაიწყო სპეციალური ანტენების მიმაგრება თავის უპილოტო აპარატებზე, რათა ჩამხშობების გვერდის ავლა შეძლებოდათ. ამის საპასუხოდ უკრაინამ გააუმჯობესა თავისი ტექნოლოგია, მაგრამ რუსეთმა კიდევ უფრო წინ წაიწია. ორივე მხარე ჩაკეტილია დაუსრულებელ ბრძოლაში, სადაც მუდმივად ცდილობენ ერთმანეთს გადაასწრონ. და 2025 წლის დასაწყისში ჩანდა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. მან განათავსა განახლებული ჩახშობის საწინააღმდეგო კომეტას ანტენები, რომლებმაც ეფექტურად მოძველებული გახადა უკრაინის ყველა არსებული ელექტრონული ბრძოლის სისტემა, მათ შორის ლემას ადრეული ვერსიებიც. როგორც ალქიმიკოსი ხსნის, სწორედ მაშინ დაიწყო ნამდვილი ცხოვრება. ჩვენ ლაბორატორიაში ვცხოვრობდით და ვცდილობდით ახალი რუსული ანტენების ამოხსნას. 3 თვე დაგჭირდა, მაგრამ ბოლოს ლემას ინჟინრებმა გამოსავალი იპოვეს. მათ გამოუშვეს თავიანთი აპარატურის ახალი და გაუმჯობესებული ვერსია, ლემა Quanti, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი რუსეთის უახლეს ელექტრონულ თავდაცვებთან გასამკლავებლად. რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია და ალბათ უფრო სავარაუდოც, რომ რუსეთი უახლოეს კვირებსა და თვეებში იპოვის ახალ გზას, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი დრონებისა და რაკეტების ნავიგაციის სისტემები, მაგრამ კასკადის სისტემები კვლავ მზად იქნებიან ამ გამოწვევაზე პასუხის გასაცემად. ჩვენ მუდმივად ვცვლით ლემას რუსული იარაღის მახასიათებლების მიხედვით, ვაანალიზებთ დარტყმებს და ვაძლევთ რეკომენდაციებს გენერალურ შტაბს, სად და როგორ განათავსონ იგი. ომი მუდმივად იცვლება. საბედნიეროდ, ლემაც მუდმივად ვითარდება. სკორეცკის თქმით, უახლესი ვერსიები უკვე შეუძლიათ რუსეთის ყველაზე სწრაფი და შორ მანძილზე მოქმედი საფრთხეების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების ჩახშობასაც, რომლებიც მიზნების საპონელად GLONASS-ის სატელიტურ სანავიგაციო სისტემას იყენებენ. ეს კი თავისუფლად ნიშნავს, რომ კრემლის მეთაურებს სულ უფრო ნაკლები არჩევანი სჩებათ, თუ ნამდვილად სურთ, რომ მათი სარაკეტო ზალპები წარმატებული იყოს. მათი დრონების უმეტესობა ციდან ბუზებივით ვარდება. მათი მაღალი სიჩქარის მქონე კინჟალებიც იგერიება. ახლა უკვე მათი ყველაზე ძვირადღირებული საჰაერო საშუალებებიც კი შეიძლება ჩამოაგდონ და მინდვრებში ან მიტოვებულ დასახლებებში დააგდონ, ისე რომ სერიოზული ზიანი არ მიაკენონ. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, რუსეთის საფრთხის დონე იკლებს. შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეს და როგორ იყენებს უკრაინა რუსეთის მიმდინარე დაშლას ამ ვიდეოში. ან თუ გსურთ სრულიად განსხვავებული რამ, ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ დაიწყეს კიევის ძალებმა ეგრეთ წოდებული მკვლელი დრონების გამოყენება, რუსი ჯარისკაცების ველზე მოსაძებნად, მათი სახეების დასაფიქსირებლად და წამებში გასანადგურებლად. არ დაგავიწყდეთ ახზე გამოწერა, რომ ნახოთ მეტი მსგავსი ვიდეო და მიიღოთ უფრო სიღრმისეული ანალიზი რუსეთ-უკრაინის ომისა და სხვა მნიშვნელოვანი კონფლიქტების შესახებ მსოფლიოში. და მადლობა როგორც ყოველთვის, რომ უყურებთ.